ესე იგი, დღევანდელი შეხვედრის მიზანი რა არის? მოკლედ 2 წლიანი პაუზის შემდეგ კურსების განახლება დავიწყე ისევ და ბევრი რაღაც შევცვალე და სწორედ ამაზე მინდა რომ გესაუბროთ. თემატიკად შეიცვალა წყობა, მიმდინარეობა და რამოდენიმე კატეგორია კიდევ დაემატა. ისევ და ისევ კურსის მიზანი დიდწილად იქნება საქველმოქმედო, რაც ნიშნავს, რომ შემოსული თანხის გარკვეულ ნაწილს ავიღებთ და თქვენთვის ცნობილიც იქნება, მაგრამ უფრო სტუდენტებს ვთხოვ ხოლმე, რომ ვინმე ადამიანები ავირჩიოთ და გარკვეულ თანხას გვივიცხოვთ ხოლმე. ნუ ყველამ უნდა ვიცოდეთ, სად წავიდა, ასე ვთქვათ, ეგ თანხა რა. და ხო, ძირითადად იქნება მიზანი ისევ სტანდარტულად რა. კურსი გახდა 6 თვიანი, მანამდე 5 თვე და რაღაც იყო დაახლოებით. ეხლა სრული 6 თვე არის, მაგრამ თუ მოხდა და სიტყვაზე რამე მნიშვნელოვანი სიახლე გამოვიდა, რის გარეშეც ასე ვთქვათ, ფიზიკურად არ უნდა გაგიშვათ, ამ შემთხვევაში დავამატებთ გარკვეულ დღეებს, რა თქმა უნდა, ეს დღეები გადასახადში არ შევა და თქვენ ზედმეც არაფერს არ გადაიხდით და მასე დავასრულებთ ჩვენ კურსს. პროცესში გექნებათ ძალიან ბევრი წასაკითხი და საყურებელი, ასე ვთქვათ. და მინდა რომ ამ კუთხით კარგად გაიგოთ თუ რას გულისხმობ. ეხლა ეკრანს გავაზიარებ, თქვენ მიკროფონები გათიშული გაქვთ, მაგრამ ჩატში შეგიძლიათ პარალელურად თქვენთვის სასურველი ნებისმიერი შეკითხვა მოიწეროთ. ამიტომ სილაბუსს რო განვიხილავ, შეგიძლიათ პარალელურად თქვენთვის სასურველი კითხვებიც მოიწეროთ. ან გავჩერდები, ან ბოლოში გაგცემთ პასუხს. ესე იგი, წესით უნდა ჩანდეს უკვე. მოდით დავიწყოთ. პირველი. რა თქმა უნდა, შესავალი იქნება ციფრულ მარკეტინგში. ვისაუბრებთ ზოგადად ციფრულ მარკეტინგზე, ძირითად პლატფორმებზე, მნიშვნელობაზე, ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და სად ვართ ჩვენ. შედარება გვექნება საქართველოს შორის და უცხოურ ბაზარს შორის. ზოგადად მე თუ მკითხავთ advertiser-ი, რომელსაც გამოცდილება მხოლოდ საქართველოზე აქვს, ვამბობ, რომ არ აქვს გამოცდილება თქო, იმიტომ რომ უცხოურ განვითარებულ ქვეყნებში სრულად სხვა სპეციფიკაცია არის. და მინდა რომ ეს შედარებები გავაკეთოთ. მეორე ეტაპზე გადავდივართ სოციალ-მედია გვერდზე Facebook-ზე, სადაც ვსაუბრობთ გვერდის შექმნაზე, ტექნიკური მხარის დალაგებაზე, ამას ძირითადად არ საუბრობენ და აქ გავივლით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი ტექნიკური დეტალის მოწესრიგება. ხშირად დასმული შეკითხვები, Facebook გვერდის ოპტიმიზაცია და უკვე ახალი მიმართულება, რომელიც აქამდეც იყო დაახლოებით, მაგრამ ეხლა უფრო მასშტაბურად არის, როგორ მოვექცეთ ჩვენ სოციქსელის გვერდებს, პროფილებს, რომ ის საძიებო სისტემებში კარგად გამოჩნდეს, ასე ვთქვათ, როგორ გავაკეთოთ SEO სოციქსელებზე. შემდეგ გადავდივართ Meta Business და Ads Manager-ზე, სარეკლამო ნაწილის შექმნაზე და მოწესრიგებაზე, Meta Ads-ის შექმნა, გამოყენება, Business Suite ფუნქციები და ეს არ გეგონოთ პირველი, მეორე, მესამე, 3 დღე რო არის, ეს დაახლოებით, რავი, 8 შეხვედრა მაინც იყო, რასაც გადავხედეთ. პირველი რეკლამა Meta Ads-ში. რეკლამის მრავალფეროვნება და მათი დანიშნულება, კლასიფიკაცია, ბიუჯეტირება, ოპტიმიზაცია, რა ფაქტორები აყალიბებს რეკლამის ფასებს კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე. ბილინგი და გადახდის სისტემის მუშაობის პრინციპი, სარეკლამო ანგარიშის ლეველები და მათი მნიშვნელობა და ობიექტივების სწორი სინქრონი. როდის შეგვიძლია ორი სხვადასხვა ობიექტივი ერთად გამოვიყენოთ, ან ცალ-ცალკე და რა უშლის რეალურად ერთმანეთს ხელს. შემდეგ მოდის კიდევ უფრო ჩაშლილად Meta Ads Manager-ი, ეგრეთ წოდებული ODAX-ის განახლებას გავვილით და თითოეულ ინსტრუმენტს Business Manager-ში. ყველა ობიექტივს გავვილით და დეტალურად მენიუში რაც კი ფუნქციონალი გვაქვს, მაგ ყველაფერს გადავულით. სამწუხაროდ Commerce Manager-ი მხოლოდ შტატებში დარჩა, მაგრამ შტატების მაგალითზე რაღაცებს გაგატარებთ. და საბოლოოდ ალგორითმის მუშაობა და აუქციონის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეკლამის გაშვების დროს. მეხუთე, სწორი მიმართულების დაჭერა რეკლამის გაშვების დროს, სწორი თარგეტირება და რას ნიშნავს 3 დონიანი თარგეტირების მეთოდი.
როგორ შევაჩეროთ სწორად სამიზნე აუდიტორია, უაზროდ რო არ გავუშვათ რეკლამა, კონკრეტულ პროდუქტებზე ვისაუბრებთ და ერთს დავამატება, რომ კურსი იქნება სრულად პრაქტიკული. არ იქნება ლამაზი საუბარი, რომ აი ეხლა აქ რო დავაჭერ რეკლამა გაიშვება. რეალურ რეკლამებს გავუშვებ და შედეგსაც შევხედავთ. სამდონიანი თარგეტი როგორ მოახდინოთ ლიდების გენერაცია და გაყიდვების არხზე ვისაუბრებთ. ეს საბაზისო ნაწილზე, მაგრამ ისეთი საფუძველი გექნებათ, რომ თვითონ აწყოთ შემდეგ sales funnel-ები. იმიტაციის აპებს გამოვიყენებთ, როგორიც არის გერუ, რომ შევქმნათ ჩვენი სტრატეგია და მე იმიტირებულად გავტესტოთ. შემდეგ რეპორტები და ინსაიტები, სწორი ანალიზი, რაც ყველა დიდი ტკივილია ჩემთვის, რადგან არ აკეთებენ ანალიზს. რა მეტრიკებს უნდა უყუროთ, როგორ გავაკეთოთ რეპორტები, ანალიტიკა, ინსაიტებს შევხედოთ, ბრენდის კოლაბორაცია, როგორ დავიცვათ ჩვენი ბრენდი და ლოგოები, რომ სხვამ არ მოიპაროს და აქ ძალიან ღრმად ჩავალთ. მეშვიდეზე გადავალთ ინსტაგრამის ნაწილზე. ინსტაგრამის ნაწილზე ჩავდივართ საკმაოდ დეტალებში, იმიტომ რომ ძირითადად აქ ვისწავლით თუ როგორ მართვათ რეკლამები ბიზნეს მენეჯერიდან, გვერდის ინტეგრაცია და მართვა, ინსტაგრამის SEO უკვე სიახლე, რამდენად მუშაობს დღემდე hashtag მარკეტინგი, რილების ალგორითმი და ორგანული მუშაობა. ზოგადად ინსტაგრამი ყველაზე რთულია დამწყებთათვის და კრეატორებისთვის. ერთი მოდუნება და ყველაფერი უკან მიდის და მან ძირითადად სტრატეგიებზე ვისაუბრებთ. შემდეგ მოდის ქართველების ტკივილი და არა მხოლოდ meta policy, როგორ უნდა გადავლახოთ და მოვერგოთ წესებს, support-ან კომუნიკაცია და საუბრის პატერნები, აქტუალური პროდუქტები, რეკლამები და ლიცენზიის საჭიროება, რაზე გვჭირდება და რაზე არა. რატომ იბლოკება ჩვენი სარეკლამო ანგარიში და გამოსწორების მეთოდები. შემდეგ მე-9 მოდულზე თქვენს ლექციაზე ერთი დღე შემოვა გრაფიკული დიზაინის ლექტორი, მოწვეული ლექტორი, რომელიც უბრალოდ ისაუბრებს ფერთა თეორიაზე და რა უნდა გაითვალისწინოთ ბანერის შექმნის დროს. მე ტექნიკურად აგიხსნით, როგორ შეაფასოთ ბანერი და დიზაინერი იმ დონეზე მოგაწვით ინფორმაციას და მასალებს, რომ შეძლოთ კარგად შეაფასოთ ბანერი, რომელიც ალგორითმს უყვარს. მე-10 მოდული არის LinkedIn-ი. გავუვლით LinkedIn-ის მიზანს, მნიშვნელობას, ალგორითმს, პროფილი და გვერდი, მათ შექმნა და ოპტიმიზაცია, LinkedIn-ის Ads Manager-ის შექმნა, გამოყენება და სარეკლამო ინსტრუმენტების კლასიფიკაცია. შევადარებთ Ads Manager, Facebook-ის Ads Manager-ს და LinkedIn-ის Ads Manager-ს. მე-11 მოდული ოდნავ მოდუნება არის. რამოდენიმე სოციალს შემოგთავაზებთ და რომელსაც აირჩევს ჯგუფი, მაგას ასე თუ ისე მიმოვიხილავთ. ჩემი ფავორიტი Reddit-ია მაგალითად. და გადავდივართ მე-12 მოდული არის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია. SEO-ში ჩავალთ ყველაზე ღრმად. ზოგადად ამ კურსის მიზანი არის, რომ advertising-ი და SEO ისწავლოთ ძალიან კარგად. და ზოგადად შეიძლება ბევრი გიჟა თulis ამ კუთხით, მაგრამ გვემხრობი, რომ ყველაფრის სწავლა შეიძლება ონლაინ სრულიად უფასოდ და გვემხრობი, რომ არც ერთ კურსი ფული არ უნდა გადაიხადოთ. SEO-ში ავთ რა წარმოადგენს საძიებო სისტემა, საჭირო არის თუ არა ვებსაიტის Google-ზე ამორჩენა, ვებსაიტის აუდიტი, ბექლინკები რამდენად მნიშვნელოვანია ეხლა უკვე, keyword research-ი, Google ტრენდები, ფასიანი და უფასო ინსტრუმენტებს და ფასიანი ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ რეალურად რაღაც trial პერიოდები არ გვიქნება. Zero click AI, ლოკალური SEO, voice search-ი, AI რას აკეთებს, ვისაუბრებთ SEO და GEO-ზე, რა განსხვავებაა და როგორ შეცვლის ეს SEO-ს. შემდეგ ჩავდივართ ტექნიკურ SEO-ში, სადაც ძალიან ღრმად ჩავალთ. აქ არ შეგეშინდეთ პროგრამირების მინიმალურ მხარეს გასწავლით კოდის კითხვის დონეზე, რაც გეყოფათ ამ ყველაფრისთვის და რა თქმა უნდა, შემდგომ თუ გააგრძელებთ სწავლას, ძალიან მაგარი იქნება. ეს სილაბუსი დალინკულია და შეიძლება დეტალურად გადახედოთ კიდევ თუ რა მასალებს გავუვით, მაგრამ ტექნიკურ SEO-ში ჩავალთ ძალიან ღრმად. მე-14 მოდული არის Advanced SEO Practice-ი, როდესაც უკვე გადავდივართ SEO-ს შემდგომ ეტაპებზე, დიდ ვებსაიტებზე, არსებულ ვებსაიტებზე, რომელიც დიდი ხანი არსებობს და როგორ მართოთ ისინი სწორად, იმიტომ რომ ბევრი იჭედება ხოლმე უკვე არსებულ ვებსაიტზე რო უწევს SEO. მე-14 მოდული არის ორნაწილიანი და მე-15-ზე გადავალ ზოგადად Google-ის განახლებებზე. ისტორიაზე ვისაუბრებთ,
ვისწავლით, როგორ ამოვიცნოთ, ნამდვილად მოხდა განახლება თუ სპამი არის უბრალოდ და სისულელს გვტენია და შემდეგ გადავალთ CMS ძრავებზე, რატომ არის კარგი WordPress-ი, Wix-ი მზადროები და რატომ არის კარგი ან ცუდი ხელიდაწერი ვებსაიტები და მათ შორის განსხვავებებს ვნახავთ და რამოდენიმე სატესტო ვებსაიტს ხელითაც დავწერთ, რომ ვივარჯიშოთ. მე-17 მოდული არის სოცქსელი YouTube-ი. ბევრმა არის სხვათა შორის YouTube-ის სოცქსელია, სადაც ბევრი დავალება გექნებათ და SEO-ს კარგად გატესტავთ თუ ვებსაიტი არ გაქვთ. შესავალი გვექნება email marketing-ში, რეალურ email marketing-ს ვისწავლით და არა მილიონი ბაზის ყიდვას და წიხლით გაგზავნას შემდგომ. და მე-19 ეს სტუდენტების თხოვნით იყო და ჩავამატე მოდულში, Medium-ზე ბლოგები მაქვს მე და ვისწავლით Medium-ზე ბლოგინგს და როგორ გავაკეთოთ SEO, რომ ჩვენი ბლოგები იყოს კითხვადი. მე-20 მოდული, რომელიც პირველად ჩავამატე ჩემს კურსში არის Google Ads. მე არ მიყვარს Google Ads, მაგრამ დიდი მოთხოვნის გამო ჩავამატე Google Ads-ის საბაზისო ნაწილი, რომელიც სრულად გეყოფათ, რომ შემდგომ თვითონ განვითარდეთ. თავარია სწორად ისწავლოთ ინსტრუმენტი და რეკლამის სწორად გაშვება. სამ ნაწილისგან შედგება ეს მოდული. თლად საბაზისო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილები მაქვს ჩასმული. გადავდივარ TikTok მარკეტინგზე, advertising და ზოგადად ორგანულად მუშაობა. ესეც პირველი წელია, როდესაც TikTok-ში ჩავსვი და აქაც TikTok-ის Ads Manager-ს დეტალურად გავუვლის. საქართველოში რეალურად რეკლამები არ არის, ანუ ტელეფონიდან შეგიძლიათ ბუსტის გაშვება. რეალურად Ads Manager-ი რაც უნდა შემოსულიყო ჯერჯერობით არ არის ჩვენთან, ამიტომ რამოდენიმე უცხოური პროექტი მაქვს და იმათ მაგალითზე გაჩვენებ და ასევე ქართულ ბუსტსაც გაჩვენებთ, რა თქმა უნდა. შემდეგ გადავალთ AI მარკეტინგზე, ანუ GEO-ზე, Generative Engine Optimization, SEO-ს ახალი მიმართულება უყურებთ AI სამყაროში. ესეც პირველი წელია, რომ ჩავსვი, რამოდენიმე პროექტი მქონდა მიმართულებით, როდესაც ChatGPT-ში ავსახე კონკრეტული კომპანიის ვებსაიტი და ამაზე ვისაუბრებთ საკმაოდ ბევრს. ესე დიდი მოდულია. 23 არის ბონუს ლექცია. შესავალი CRM სისტემებში და მათი მნიშვნელობა. აქ ზოგადად CRM სისტემებზე ვისაუბრებთ და ვფიქრობ, მარკეტერმა უნდა იცოდეს, წლები ვამბობდი ამას და წელს ტრენდებში შევიდა, რომ ზოგადად მარკეტერმა, ციფრულმა მარკეტერმა CRM სისტემებზე რაღაც მაინც უნდა იცოდეს, ან კონკრეტული. საბოლოო roadmap-ი, როგორ განვაგრძოთ განვითარება და როგორ განვაგრძოთ განვითარება, საჭირო რესურსები, კურსები, სერტიფიკატები, როგორ ავიღოთ Meta Blueprint-ის სერტიფიკატი, სამსახურის და პროექტის შეჩერება, როგორ შევაფასოთ სათანადოდ შემოთავაზება და რა მიმართულებით შეგვეძლება მუშაობის დაწყება. ამ roadmap-ში შევალ ყველაფერი, რომ თქვენ უკვე განაგრძოთ დამოუკიდებლად და მეტი კურსი არ გაიაროთ საერთოდ. ზოგადად არ თავში მაქვს ავარდნილიან რამე, რომ ამ კურსს მეტი არ უნდა გაიაროთ, მაგრამ ჩემი თხოვნა და პირობა იქნება, რომ თუ თქვენ მე გამომყვებით ბოლომდე, პირობას გაძლევთ, რომ თქვენით განაგრძობთ განვითარებას და მეტი არავინ და არაფერი არ დაგჭირდებათ. მე რჩევები Blueprint-ის ტესტირების მოსამზადებელი ეტაპი, ჩემი კომპანია Simple Steps Academy არის Meta-ს ოფიციალური წარმომადგენელი საგამოცდო ცენტრი. შეგიძლიათ საქართველოშივე ჩააბაროთ ტესტირება, მე ვიქნები დამკვირვებელი და ნიკა იორდანიშვილი და კურსის დასასრული და საბოლოო ტესტირება. სანამ გადავალ კატეგორიების განხილვაზე, გეტყვით თუ როგორ მიმდინარეობს ეს კურსი და ცოტა ისე გეტყვით, რომ არ მინდა რომ ეს საწყენად გამოჩნდეს ვინმესთვის. მაგრამ რეალურს გეტყვით რაც არის. კურსი ეს კონკრეტული არ არის დამწყებთათვის. ანუ აქ გარკვეული ცოდნა მაინც არის საჭირო, რომ ეს კურსი გაიაროთ. მაგაში იგულისხმება ადამიანმა უნდა იცოდეს Ads Manager-ის შექმნა, რეკლამის ასე თუ ისე გაშვება და გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს. კი ყოფილა შემთხვევები, რომ ნოლიდან შემოსულა სტუდენტი და ძალიან მოუნდომებია და გაუკაჩავს, არიან ეგეთი სტუდენტები, მაგრამ თუ თქვენ ხართ დამწყები ადამიანი, რომელიც ეხლა შედის ამ სფეროში, ჩემი რჩევა იქნება, რომ დასაწყისში გაიაროთ Simple Step Academy-ის კურსი, რომელიც დამწყებთათვის გვაქვს, ეხლა ვებსაიტს ჩავაგდებ და მანდ გვაქვს მოდული 3 ლექტორი ვართ, სადაც ძალიან მაგარ საფუძველს ვაძლევთ.
მაგრამ თუ თქვენ თulit რომ ხართ ადამიანი რომელიც რაღაც დონეზე ხართ და ფიქრობთ რომ გინათ განვითარდეთ და ალექსანდრე ჩომახიძემ ნერვები დაგაწყვიტოთ კი ბატონო მეორე რაც მინდა რომ ასევე იცოდეთ ძალიან მომთხოვნი ვარ ამ კუთხით კარგი გაგებით ვამბობ რომ სახეს გაგაძრობთ თქვენ თუ გვერდში დამიდგებით პირობას გაძლევთ რომ თქვენი საუკეთესო მეგობარი ვიქნები კურსის ფარგლებში თავარია დავალებები შეასრულოთ 8 ტესტის დაწერა მოგიწევთ და ყველაფერი გააკეთოთ რაც საჭირო იქნება რომ კურსი დაასრულოთ ერთსაც ვიტყვი რომ ამ კურსის მიზანი არ არის კომერციალიზაცია და შემოსავალი სხვადასხვა კუთხიდან მაგ გარკვეული შემოსავლები და დასაწყისში როგორც ვთქვი ძირითადი ნაწილი იქნება ქველმოქმედება თუ დავინახე რომელიმე სტუდენტი რომ არ სწავლობს ან ვერს არ ვიტყვი არ სწავლობს არ მოყვება და არ აკეთებს ასე თქვათ მოთხოვნებს რაც კურსისთვის არის საჭირო პირობას გაძლევთ რომ ფულს უკან დაგიბრუნებთ და დაგატოვებინებთ კურსს ამას საწყენად არ ვამბობ პირიქით ყველანაირად ვეცდები мотиваცია და ძალა მოგცეთ ამ ყველაფრისთვის მთავარია თქვენს დამიდგეთ გვერდში ერთადერთი ვიტყვი კიდე რომ კურსი როგორ მიმდინარეობს კურსი თან კვირაში ორჯერ იქნება თან კვირაში ერთჯერ და რას ნიშნავს ეს მანამდე შესვენებები გქონდა და მაგ შესვენებებიდან გადაუხვიე კურსი დაახლოებით დაიწყება 15 ან 20 ოქტომბრიდან და იქნება შემდეგნაირად პირველი კვირა იქნება კვირაში ორჯერ მომდევნო კვირა იქნება კვირაში ერთჯერ მერე ისევ კვირაში ორჯერ რომ მოგცეთ ასე ვთქვათ ამოსასუნთქის საშუალება რომ მასალები წასაკითხია დავალებები რასაც მოგცემთ ყველაფერი მოასწროთ ხოლმე კურსის ხანგრძლივობა იქნება საათი საათნახევარი ესეც პრაქტიკიდან გამომდინარე 3 საათიდან ჩამოვიდეთ ქვევით იმიტომ რომ უკვე ის იყო თვალებიდან ვეღარ იყურებოდნენ და ეგ არ მაწყობს მიჩნევი რომ ცოდნა მიიღოთ და ხანგრძლივი იყოს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩანაწერები გაკეთდება გვექნება ჩვენი Facebook ჯგუფი გვექნება შეკითხვების პოსტი რაც ნიშნავს რომ ნებისმიერ მომენტში თუ გაგახსენდათ რამე შეკითხვა მან წერთ და ლექციაზე გავდივართ და ეს ჩანაწერები რა თქმა უნდა იქნება სამუდამოდ თქვენი თავარია მაიმარკეტზე არ გაყიდოთ იყო ასეთი შემთხვევებიც ეხლა მოდით იმას ვიზავ გავაზიარებ კიდე ეკრანს და ჯგუფი კურსის კატეგორიებზე დაგელაპარაკებით თუ რა კატეგორიებია და რა ფასები არის ასე ვთქვათ ამ კუთხით ესე იგი არსებობს კურსის პირველი კატეგორია და ეს პირველი კატეგორია რაც არის პირველად შევქმენი ასეთი არ იყო რა არის მისი ბენეფიტები ღირებულება და სერტიფიკატის ხანგრძლივობა კურსი შედგება 3 ვარიანტისგან. სამივე ვარიანტს აქვს თავისი სპეციფიკაციები და ბენეფიტები. რას ნიშნავს ეს ვარიანტები? ამ ნაწილს მინდა რომ ყურადღებით გაიცნოთ, რადგან ბევრი შეცდომაში შედის ხოლმე. კურსის პირველი, ანუ სტანდარტულ ვარიანტს ჯამში აქვს 45 შეხვედრა. მაგრამ შესაძლოა 50 შეხვედრაც გახდეს, თუ შევატყვე რომ ამის საჭიროება არის და რა თქმა უნდა ამაზე დამატებით თანხას აღიხდით. და ეს 45 შეხვედრა მიმდინარეობს 6 თვის განმავლობაში. კვირაში ორჯერ და ერთჯერ. კვირა გამოშვებით. არ ვიცი ეს სიტყვა თუ არსებობს. კურსის ეს ვარიანტი არის ფიზიკური და მაქსიმალური რაოდენობა სტუდენტების შეადგენს 10 ადამიანს. შეიძლება 15-იც, მაგრამ ვფიქრობ რომ 10 ადამიანი იყოს. ლოკაცია იქნება ვაჟა-ფშაველაზე, რესპუბლიკურ თან არსებულ ერთ-ერთ შენობაში, რომელსაც გეტყვით შემდგომ, სადაც მოხვალთ და მანდ ჩავატარებთ ამ ყველაფერს. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა არის საათი საათნახევარი და დამატებით გაკეთდება Zoom-ის ჩანაწერები, რა თქმა უნდა. ჯამში მოგიწევთ 6-დან 8 ტესტის დაწერა კურსის დასასრულებლად. კურსის დასრულების შემდეგ ჩანაწერები არის სამუდამოდ თქვენი, თავარია არ გაავრცელოთ ამ კუთხით იდება ხელშეკრულება. როდესაც კურსს დაასრულებთ, თქვენ გეკუთვნით ჩემი კურსის მომდევნო ერთი ნაკადის ჩანაწერები სრულად უფასოდ, რაც ნიშნავს, რომ თქვენ მომდევნო მე სხვა ჯგუფთან რომ მექნება კურსი, იმათი ჩანაწერები გადმოგეცემათ თქვენ სრულად უფასოდ პირველ კატეგორიას. ვიკაცროთ. პირველი კატეგორიის ღირებულება შეადგენს 3000 ლარს, რაც არის თვეში 500 ლარი. სერტიფიკატის ხანგრძლივობა არის წელიწადი და 6 თვე.
და ასევე ტესტს თუ გადააბარებთ 1 წლის შემდეგ, თქვენი სერტიფიკატი ხანგრძლივობა კიდე გაიზრდება. ეს სერტიფიკატები იქნება საჯარო, მე ხშირად კომპანიები მიკავშირდებიან და ჩემს სტუდენტებს უშვებ ხოლმე. საჯაროც იმიტომ იქნება სიმართლე გითხრათ, რომ წლების წინ მოხდა ესეთი ინციდენტი, რომ ვიღაცებმა დააფოტოშოპეს და ყიდნენ მერე და ეგეთი სისულელე რო არ მოხდეს. რა ხდება მეორე კატეგორიაში? ამ ნაწილს მინდა რომ ისო და ისო ყურადღებით გაიხსნოთ. კურსის მეორე ვარიანტს ჯამში აქვს 45 შეხვედრა, ასევე 45. მიმდინარეობს 6 თვის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ 1-ჯერ. ფიზიკური კურსის პარალელურად, უბრალოდ თქვენ Zoom-ით ჩაერთვებით ამის პარალელურად. კურსის ეს ვარიანტი არის ონლაინ, დისტანციური და მაქსიმალურ რაოდენობას სტუდენტებს შეადგენს 20-25. შეიძლება ნაკლებიც გავაკეთო. რაც პრაქტიკა მაჩვენა რომ კარგია და ცუდია. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა აქაც არის საათნახევარი და Zoom-ის ჩანაწერი გაკეთდება. ჯამში მოგიწევთ 6-8 ტესტის დაწერა აქაც. კურსის დასრულების შემდეგ ჩანაწერები არის სამუდამოდ თქვენი, აქაც მთავარია არ გაავრცელოთ. როდესაც კურსს დაასრულებთ, თქვენ გეკუთვნით ჩემი კურსის მომდენო ერთი ნაკადის ჩანაწერების სრულად უფასოდ. პირველი კატეგორია ბოდიშდეს მეორე უნდა ეწოდოს, მეორე კატეგორიის ღირებულება შეადგენს 2100 ლარს, რაც შეადგენს თვეში 350 ლარს. სერტიფიკატი ხანგრძლივობა მეორე კატეგორიასაც აქვს წელიწადი და 6 თვე და აქაც შეგიძლიათ რომ გადააბაროთ, რომ გაახანგრძლივოთ. მესამე კატეგორია. კურსის მესამე ვარიანტს ჯამში აქვს 45 ჩანაწერი. ეს იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ კურსის მიმდინარეობის პარალელურად ლაივ რეჟიმში ეგზავნებათ ჩანაწერები და უყურებენ მხოლოდ ჩანაწერებს. დავალებებსაც ასრულებთ. კითხვების დასმაც შეგიძლიათ შეკითხვების პოსტში და მე ლაივში მე გაგცემთ და ჩანაწერში ნახავთ. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ თქვენ უბრალოდ ჩანაწერებს უყურებთ. მაგრამ აქაც ტესტი დაიწერება, ყველაფერი იქნება მსგავსი. ამის ღირებულება შეადგენს 1200 ლარს, 1200 ლარს, თვეში 200 ლარი და აქ უბრალოდ განსხვავება, რომ სერტიფიკატის ხანგრძლივობა არის 1 წელი. და აქაც გადაბარება რა თქმა უნდა შეგიძლიათ. მეოთხე კატეგორია აღარ არსებობს საერთოდ. უпростоრად მეოთხე კატეგორია არის ესეთი, რომ ჩვენი კურსი როდესაც დასრულდება, პირველი 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ მსურველებს, რომ იყიდონ ეს ჩანაწერები 500 ლარად დაახლოებით. კურსი იქნება საკმაოდ ინფორმაციული, მასალები იქნება წასაკითხი, საყურებელი, დავალებების გაკეთება იქნება საჭირო. ტესტები გექნებათ, როგორც გითხარით და ყველაფერი იმისთვის, რომ კარგი გამოცდილება მიიღოთ, მაგრამ თქვენც საკმაოდ უნდა იმუშაოთ ამ კუთხით, არ ვიცი, ჩემ ყოფილ სტუდენტებთან რამდენად გქონიათ შეხება, მაგრამ ყველანაირად ვიცდები, რომ ეგრე იყოს. ხო, კურსის დღეები დიდი ვარაუდით, ამას წინასწარ შეგატყობინებთ, იქნება სამშაბათი, ხუთშაბათი, საღამოს 8:30-ზე დავიწყებთ ხოლმე და ესე გავაგრძელებთ. რაც შეეხება კიდე რამე არ შეგიძლიათ კითხვები მოიწეროთ უკვე და პასუხებს გაგცემთ რა თქმა უნდა. მოდით დავიწყოთ პირველი კითხვით. სანდრო, მადლობა ყველაფრის კურსის განმავლობაში სავარაუდოდ მოგვიწევს საკუთარი პროფილების ეცმენეჯერის შექმნა და იქვე ვარჯიში. მე წელს ვცდილობდი დამოკიდებლად მესწავლა და პროცესში აღმოაჩინე, რომ რესტრიქტი მადევს. სარეკლამო გარშე და არანაირი წოდომა აღარ მაქვს არც გადახედვის და არც საპორტთან მიზეზი. ჩემი მეგობარი ხმარობდა ძალიან ადრე თავის ონლაინ მაღაზიისთვის და ალბათ მაგდომ შენქმნის კურსის დროს შეგვიძლია სხვისი აკაუნტი გამოვიყენოთ სამწუხაროდ საპორტის ერთ-ერთი გამოსავალიც არის რომ ვინმესგან შექმენი და გადაიბარეო, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ რა არის პრობლემა, ასე ვთქვათ, ზუსტი. საათი კი ბატონო, 8:30-ზე დავიწყებთ ხოლმე. მასალები დასაწყისში ძირითადი იქნება ქართულ ენაზე ჩემი ერთ დაწერილი და ჩაწერილი, მაგრამ ინგლისურსაც შევაპარებ და საჭიროების შემთხვევაში დამპალ რუსულსაც. კურსი დაიწყება 15 ან 20 ოქტომბერს და ვინც რეგისტრირებულები ხართ, წინასწარ შეგატყობინებთ ყველას. გადახდა იქნება საჭირო კურსის დაწყებამდე 1 კვირით ადრე და შემდეგ ყოველ პირველ რიცხვში, ასე ვთქვათ. გადახდა მოხდება ვებსაიტის მოგაწვდით მე
სადაც მიუთითებთ თანხას, ჩემს ასე ვთქვათ, საფულის მისამართს და ეგრე გადაიცხება თანხა. ზუმის შეხვედრები იგივე კი ბატონო, ფიზიკური და ზუმის შეხვედრები ან დისტანციური ერთი ჯგუფია ჩათვალეთ. უბრალოდ ის 10 კაცი ფიზიკურად იჯდება ჩემს წინ, დანარჩენი ზუმში იჯდებიან. ერთ წელში გადაბარება სრულად უფასოა, ბოდიშით ამის დაწერა დამოვიწყდა, ანუ თუ მაგალითად თქვენ გაქვთ სერტიფიკატი უკვე წელიწად ნახევრიანი და 1 წელი გავიდა, მე უბრალოდ განახლებულ ტესტს გიგზავნით, ამას გადააბარებთ, თქვენ ტესტის განახლებას გავაკეთებ. ტესტის განახლებაში, რა ვიცი, 20 ლარს ხო არ ავიღებ რაღაც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გქონდეთ კარგი ცოდნა. და მაგ ტესტით დავამტკიცებ, რომ თქვენ განაგზეთ, ასე ვთქვათ, განვითარება და ისევ იქ ხართ რა. ამიტომ ეგ იქნება ძირითადად. აბა, ხო, რა შეეხება დაკავშირებას, თქვენ ახლა უბრალოდ რეგისტრაცია გაქვთ თხოვლი, მაგრამ ბევრს კატეგორია არ გაქვთ არჩეული. უბრალოდ მითითებული იყო ფიზიკური თუ დისტანციური გინდოდათ. ყველას დაგიკავშირდებით, მეილზე მოგწერთ ინფორმაციას, ასევე Facebook-ზეც მოგწერთ და გაგაწევრიანებთ ჯგუფში, სადაც ის იქნება აირჩიოთ უკვე საბოლოოდ თქვენს კატეგორიას, მანდაც ადგილები რა თქმა უნდა შეზღუდულია, ამჟამად 180 კაცამდე დარეგისტრირდა, რაც დავაანონსე და რა თქმა უნდა სამწუხაროდ ყველა ვერ მოხვდება. ვინც მესამე კატეგორიას არჩევს ტესტირება მათთვის ონლაინ იქნება თუ უნდა მოვიდეთ. ტესტირება ყველასთვის ონლაინ იქნება, ამიტომ მოსვლა არ იქნება საჭირო. ხშირად სტუდენტები უცხოეთიდან არიან ხოლმე, ყავს შიშველი პირებით სტუდენტები, ამიტომ ყველანაირად ყველას ხელს შეგიწყობთ. გამარჯობა, ჩანაწერს შევძლებთ, მეილზე მივიღოთ, ვერ ვასწრებ სამწუხაროდ ბოლომდე. კი, ავტვირთავ ჩემს YouTube-ზე და Facebook-ზე, ამიტომ ჩანაწერის ნახვა შეძლებთ. გადახდა ერთიანად ხდება კატეგორიის არჩევას თუ თვეებზე განაწილდება, რა თქმა უნდა, ერთიანად გადახდას არავის არ მოგთხოვთ. ერთადერთ შესწორება შევიტან, რომ მესამე კატეგორიას, რომელიც მხოლოდ ჩანაწერებს უყურებს, მათ მომდევნო ჯგუფის კურსი არ ეკუთვნით, ასე ვთქვათ, სტანდარტულად არიან თავიანთ ჩანაწერებს. ბოდიში გვიან შემოგვიდეს, რომელ დღეებში იქნება ლექციები. ლექციები სავარაუდოდ იქნება სამშაბათი, ხუთშაბათი საღამოს 8:30-ზე, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს ამას, რა თქმა უნდა, წინასწარ შეგატყობინებთ და კურსი სავარაუდოდ დაიწყება 15 ან 20 ოქტომბერს. გააჩნია რუსეთში გავიღვიძებთ თუ საქართველოში. მაგაზე ბევრი რაღაც არის დამოკიდებული, ამიტომ მაგ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასაც საკმაოდ ვითვალისწინებ. ბატონო ალექსანდრე, რა არის წინაპირობა იმის, რომ კურსზე მოხდეთ რომელიმე კატეგორიაში მაინც. რეგისტრაცია პირველ რიგში და როგორც დასაწყისში ვთქვი, თუ თქვენ თვლით, რომ დამწყები ხართ, ჩემი რჩევა იქნება, რომ გაიაროთ Simple Step აკადემიის კურსი, რომელიც დამწყებთათვის იდეალურია, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ გარკვეული გამოცდილება გაქვთ და შეძლებთ ამ ყველაფერს, მაშინ შეგიძლიათ ეს 6 თვიანი კურსი აიღოთ. მესამე კატეგორია. კი ბატონო, ჩანაწერები სამუდამოდ თქვენ იქნება მესამე კატეგორიის შემთხვევაშიც. თავარია არ დააძველოთ და არ იყოთ იმ იმედით, რომ ჩანაწერი მაქვს და ყოველთვის ნახავ, ძველდება იგენი. ჩემ მომდევნო ჯგუფს ყოველთვის ვეუბნები, რომ წინა ჯგუფს როგორც ვასწავლე, ეგრე აღარ გასწავლეთ, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ჩანაწერები აიტვირთება ჩვენი კურსის Facebook ჯგუფში და ასევე Drive-ზე აიტვირთება ცალკე. და კურსის ბოლოს ეს დრაივის ლინკი გამოგეგზავნებათ და შეგიძლიათ რომ ჩაიწეროთ ეს ვიდეოები და რა ვიცი, ვინჩე იმაში ფლეშკაზე ან სადმე გქონდეთ. გამარჯობა, დასაქმება მხოლოდ ქართულაზე თუ უცხოურ კომპანიებშიცაა შესაძლებელი. ზოგადად მე ჩემს სტუდენტებს იმედია საწყენად არავინ არ მიიღებს. ვურჩევ ხოლმე რომ უცხოურ ბაზარზე დასაქმდნენ ამ კუთხით რჩევებს და დარიგებებს მოგცემთ, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოში უბრალოდ საქართველოში უნდა ვიცოდეთ რომელ დამკვეთთან მივიდეთ და რომელთან არ უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ ზოგთან საერთოდ მისვლაც არ ღირს.
კი ბატონო. კარგით, მეგობრებო. ჩანაწერს ავტორთავ დღესვე. მადლობა პირველ რიგში ნდობისთვის, ყურადღებისთვის და ავა მომავალ შეხვედრამდე.